მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა რეზიუმე. სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103-ზე რადიო პალიტრის ეთერით. და ასე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. დღეს პარასკევია და იცით რომ ჩემთან ერთად პარასკევით არის თათო ზურაბიშვილი, რომელსაც ასე მივესალმებით გამარჯობა და. მოგესალმებით მერაბ, მივესალმებით ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს. ხო, ტრადიციულად შეგახსენებთ რომ ეს არის საავტორო გადაცემა და გადაცემის პირველ ნაწილში მე და დათო ვცდილობთ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები მიმოვიხილოთ. გადაცემის მეორე ნაწილში კი შემოგვიერთება სტუმარი, როგორც ყოველთვის ჩვენი სტუმარი იქნება გრიგოლ გეგელია, ლელო ძლიერი საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი და ბუნებრივია მათთან ერთად კვლავ ამ არჩევნების თემაზე და მათ გადაწყვეტილებაზე ვისაუბრებთ. თუმცა მანამდე ვიდრე არჩევნები მოვა, შეიძლება მათი ლიდერების ერთად დაიჭირონ კიდეც. იცით რომ საქმე არის აღძრული. ხაზარაძის და ვადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო. ასეთი საქმე არის აღძრული კოალიცია ცვლილებისთვის, ესე ქვია, ხო წინა დღეს შემისწორეს, სულ ამბობდი კოალიცია ცვლილებებისთვის. და აღმოჩნდა რომ კოალიცია ცვლილებისთვის ყოფილა. ერთი კაცია შესაძლებელი დანარჩენი თავის მოხდება. შენ მე გაზრიდებს ამაში. ეხლა ვაპირებდი ცვლილებები მეთქვა და მე გამახსენდა რომ ცვლილებისთვის არის. მათი სამი ლიდერი, ხო, ნიკამელია, ციხეშიზის, ასევე გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე, მათ გირავ არ გადაიხადეს. ლელოს ლიდერმა გირავ გადაიხადეს, თუმცა ეს მხოლოდ გადავადებაა პატიმრობის, თუ გადაწყვიტა ხელისუფლება რომ მათ პატიმრობა შეფაროს, მაგრამ ძალიან საინტერესო ვითარება გვაქვს ამ ხრივ შექმნილი. გულისხმობ იმას, რომ ეხა ყველა არის ერთ საქმეზე. თუ ეხა ვადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს ჯარი, ანუ ამ ბრალდებაზე, რომელიც აქვს ამ კომისიაზე გამოუცხადებლობა, შეუძლია შეუფარდო როგორც ჯარიმა, ისე ერთ წლამდე პატიმრობა. თუ ჯაფარიძეს და ხაზარაძეს შეუფარდებენ ჯარიმას, მაშინ ნიკამელია და ისინიც უნდა გამოუშვან და მათაც ჯარიმა შეუფარდონ და გამოუშვან. შესაბამისად ეს გადაწყვეტილება აქვს ახლა ხელისუფლებას მისაღებით, არ ვიცი რატომღაც ამის გამო წელავენ თუ რა საკეთებენ, არ ვიცი, საქმეები გადადეს. ეხლა ითქვა რომ 23 ივნის გამოვა განაჩენი, ელოდებოდა რომ ახლა იქნებოდა. ვერ მიიღო გადაწყვეტილება. ან ეს ვარიანტია რომ ჯერ ვერ გადაწყვიტეს რა ქნან, ეხლა დაიჭირონ თუ ჯარიმით გამოუშვან სულ ყველანი. ან მეორე ვარიანტია რომ კატათაგვებანას ეთამაშებიან. ოპოზიციას რა, უბრალოდ დროს უწელავენ რომ კიდე ინერვიულონ და რაღაცა იჩხუბონ ამ არჩევნების თემაზე, იმიტომ რომ ეხლა ბადრიც და ხაზარაძეს თუ დაიჭირეს, მე მაინც წავალ არჩევნებზე, საინტერესო კითხვა არის. ამას ვკითხავთ გრიგოლ გეგელიას. წავიდეს რაზეც რადვარდაძე. ხო, არ ვიცი, ხო, ახლა ლიდერი ეს გადაწყვეტილება თუ მიიღე ლიდერის დაჭერის შემთხვევაში მოიგოდი თვითონ პროცესია საინტერესო როგორ ეთამაშება კატათაგვებანას ივანიშვილი ამ ხალხს მარტო კატათაგვებანას კი არ ეთამაშება, ეხლა იგივეს ეთამაშება, უფრო რაღაც ძიმე თამაში ეთამაშება გახარიას. მოდი ამაზეც ვთქვათ, ორიოდე სიტყვით, რა ხდება გახარიასთან დაკავშირებით. გახარიამ თქვა თავიდან მივდივარ არჩევნებზე, ხა მე ბოლომდე ვერ გავიგე ივანიშვილს უნდა რომ გახარიამ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში თუ არ უნდა, იმიტომ რომ ჩვენ არა, შეიძლება რაღაცა სხვა ვერ მიხვდები ხა რა დევს მის გონებაში, რატო ვამბობ, ვიცი რომ არჩევნებამდე 2024 წლის არჩევნებამდე თუ გახსოვს შენ იმედის ეთერში გამოვიდა ივანიშვილი გახსოვს ხო ეს ინტერვიუ მე დამჭა ბევრ თემაზე ილაპარაკა მაგრამ დამჭა შევეჯო რომ მისი თავარი სათქმელი იყო რომ გახარიაზე ეთქვა გაელანძღა გახარია არჩევნების წინ რომ ეს არის აძირალა კაცი თუ არაკაცი თუ რაღაცა ეძახა ეგეთი მის თვალში და უნდა დასაჯოს არაკაციაო და თან თქვა რომ აი მან რაც გააკეთო ამის გამო აუცილებლად აღებს პასუხს არჩევნების მერე ამას ნახავთო ანუ ფაქტობრივად დაემუქრა დაჭერით იქედან პირდაპირ ეთერიდან ბიძინა ივანიშვილის სტილია საერთოდ მისი ცხოვრების სტილია ეს რომ ვინც მას აწყენინებს სერიოზულად ის უნდა დასაჯოს დაპატიმრებით ის ასე ცხოვრობს ეს თვითონ აქ ნათქვამი არაერთხელ პრაქტიკაში ამას გვეუბნება მისი ჯერ კიდევ სანამ მოვიდოდა პოლიტიკაში მანამდეც ასეთი ტიპი იყო ისა საკუთარი ქვისლი ყავს დაჭერილი ამის გამო იმიტომ რომ ეჭვი აიღო რომ ის რაღაცა ფულები მოპარა მან ამიტომ თუ ბიძინა ივანიშვილი ვინმეზე განრისხდა სასჯელი აი რა შეიძლება დასაჯოს ის არ არის ის ტიპი რომელიც მას მაგალითად მიუგზავნის კვლელებს ან ვიღაცას არა უფრო მეტად არის აი სახელმწიფოს მეშვეობით ციხეში უნდა ჩასვას ადამიანი აი ეს არის ის სტილი ეს გახარიას ძალიან კარგად მეტყოლებს ხო როგორ იყენებს ივანიშვილი ამ იმას რა ქვია თავის ერთპიროვნულ ძალაუფლებას ანუ სასამართლო პროკურატურა ანუ
ადამიანს არ აპატია და წარმოიდგინეთ ამოუქეკეს 2019 წლის საქმე, რომელიც საქმეც არ იყო ეხლა წარმოიდგინეთ კაცი იყო შეაგასაკთა მინისტრი, რა მოხდა ეს ჩორჩანაში რომ გავიხსენოთ, რუსები როგორც მაშინ ბორდერიზაციას აკეთებენ, რაღაც აღებული აქვს 1923 წლის რუკა თუ რა აღარ მახსოვს რომელი წლის შეიძლება მე-20 საუკუნის პირველი რუკა, სადაც არის რაღაც მაშინდელი სამხრეთ ოსეთის ავტონომიის საზღვარი და ამ საზღვრის მიხედვით მოდიან და ავლებენ რაღაც და სადაც უნდა ფაქტობრივად იქავლებენ. იმიტომ რომ იქ სადავო არის ბევრი რაღაცა ტერიტორია. და ამ ჩორჩანას, ამ სოფლებსაც მოუახლოვდეს და გაჩნდა ინფორმაცია, რომ იქაც დაიწყეს მონიშნა, ხეების სადაც უნდა გაევლოთ ეს საზღვარი, გახარიამ როგორც შინაგანსაკუთრებათა მინისტრმა იქ ჩადგა საგუშაგო, რომ იქ არ გავლებულიყო ეს საზღვარი. ეხლა გამოდიან, მაშინ გაითქვა, რომ აი პირველად ხელისუფლება მოახერხა და წინააღმდეგობა გაუწია რუს ოკუპანტებს და არ გაავლებინა საზღვარი და ასე შემდეგ. ამის მერე გახარია დააწინაურეს, გახადეს პრემიერ-მინისტრი. მერე 2020 წლის არჩევნებზე სიის პირველ ნომერად ჩაწერეს, კობახიძე გამოვიდა და ბუზუის და ამ გახარიასთან ყველა ტყუისო და რაღაც ლექსები უძღვნა გიორგი გახარიას. და ეხლა გვეუბნებიან რომ 2019 წელს გახარიამ საბოტაჟი ჩაიდინა სახელმწიფო სიახლოვე. მუხლებით ისეთი მუხლებით არის აღძრული საქმე 7-დან 15 წლამდე პატიმრობა შეიძლება მიუსაჯო. წარმოიდგინე. აი ფაქტობრივად აი ქვეყანა დააყენა ომის წინაშეო და წავკარგეთო 1 მილიონი მეტრი ტყეო. ამ სიამოვნებაში 1 კვადრატული კილომეტრზეა საუბარი, მაგრამ 1 კვადრატული კილომეტრი არ ჟღერს კარგად. ამიტომ მეტრებში გადაიყვანეს 1 მილიონი კვადრატული ტყე და სანტიმეტრებში კიდევ უფრო კარგად კარგი ხო 1 კვადრატული კილომეტრი ტყეზე არის საუბარი. რა თქმა უნდა გახვირიან და რუსები რომ წაგვართვეს. რა თქმა უნდა ხა 1 კვადრატული კილომეტრი ტყეც არ არის პატარა საქმე, მაგრამ აქამდე რაც დავკარგეთ, იგივე ქოცების პერიოდში ან რაც შემოღობეს, ამაზე ქონდათ ამ ხელისუფლებას პასუხი, რომ ჩვენი ბრალი კი არ არის 2008 წლის რო წააგო მიშა მომიო იმის გამოძახილია რომ მოდიანო და საზღვარს წევენო და ეხლა აღმოჩნდა რომ ეს არის გახარიას ბრალი თურმე თან რამდენი წლის მერე ეს 2019 იყო და ეხლა არის 2025 მაგარი როგორი ამბავიც ეს ხო ხვდებით რა არ ვიცი და კრავისი გავიროა მოიწრობილი აკაკის სტრიქონერვა ბოლოს როგორც ამთავრებს ის მგელი ხანამას რომ მოსდებს შარს ხანამას და ბოლოს რომ ნება რომ შენი შესანსვლა რომ ნებავს მიზეზად ეგეც კმარავ აი ვარიანტია რა უნდა კაცის დაჭერა და დააჭერინეთ რა დამაჭერინეთ რაღაცე აი დაახლოებით ეს მომენტია უნდა დაჭერა თუ ამასაც ეთამაშება რაღაცა არა რაზე თამაშება გაწვეხლა ეს ხო ანუ მაშინ შენ ფიქრობ რომ არჩევნებამდე დაიჭერს არ ვიცით ეხა მაგის განსაზღვრა ის არჩევნებამდე დაიჭერს თუ იმდენ ფაქტორზეა და იმდენს რომ შეიძლება იმაზეც იყოს დამოკიდებული ბიზნესის იმანში რომ გაიღვიძებს დილით რაღაცას შეჭამს როგორ ხასიათზე დადგება აი კაცმა მაგაზე არ არის ხა გამოჩნდა რომ გადაწყვეტილი ქონდა უკვე არჩევნებამდე 2020 დასჯა კი მაგრამ არჩევნებამდე დაიჭერს თუ არჩევნების მერე დაიჭერს თუ მე როგორ მგონია მე უფრო მგონია რომ არჩევნებამდე არ დაიჭერს ანუ დაელოდება არჩევნების შედეგებს გაღარიას ვიცი თუ აპირებს რატო აღუძრა მაშინ საქმე ანუ აშინე ნუ აბარა დაშინებას ეწოლა ისა თავის მომხრეებს ჩვენ რომ მის მომხრეების იმას ვადევნოთ თუ ვადევნებ თვალყურს ასე ვთქვა ეხლა აი აგერ მოხდა რომ სამოქალაქო აქტივისტი ნინო დადაშვილი მასწავლებელი დააპატიმრეს ანალოგიურად იმზე ამაღლობელი საქმეზე გაათრიეს მანდატურებმა დარბაზიდან მანდატურს ცილა გააწნა. მე გააწნა როჩა ებლარძუნებოდა ის მანდატური და მიათრევდა გააწნა ცილა ერთ მანდატურს. კი ბატონო. ანუ საფასუხო იყო მისი ქმედება, ეს კი არ გამოვარდინა, ეს კი არ წამოხტარა და კი არ ეცა იმ მანდატურს და დაარტყა. ანუ თავდასხმა რასაც ქვია. ხო, ანუ მანდატური სასამართლო და ძალის გამოყენებით მიათრევდა გარეთ. კი და ამ დროს გაარტყა. ხო და გასაგებია და შეიძლება ნუ გასაგებია შეიძლება ამაზე ადმინისტრაციული საჯარი ყოფილიყო ან ჯარიმა, ან საერთოდ არაფერი. როგორც ხდებოდა ხოლმე ადრე, ან როგორც ხდება ცივილიზებულ ქვეყნებში მსგავს შემთხვევებში, ხო ხა ციხე 4-დან 7 წლამდე თუ რაღაც, ნუ ეს არის ნუ ეს არის სიგნალი რომ არავის არ შეგარჩეთ ახლა არაფერს. მეორე რომ ის მზია ამაღლობელი საქმე არ იყოს ანალიზა მარტო და რაღაცნაირად არ მიებას მას მედიაზე, თავისუფალ მედიაზე ზეწოლის იარლიყი არ მიეკრას. რაღაც ამასაც ცდილობენ. მე ესეთი ეჭვი გამიჩნდა. იმიტომ რომ ეხა მეორე მხარია, ეხა მოკლედ ვინც კი რაღაცა წინააღმდეგობას გაუწევს, ყველა უნდა დაიჭირონ. იგივე სიტუაციაში შევარდე, რაც იმ გირაოს ამბავს, ეხა რაღაც მელია და ისინი დაჭერილი ყავს, ეხლა აკრაკნა. არიციან, ამიტომ გადადეს, ხო, მოკლედ. მე რასაც უყურებ, მე რა მთავარი რა არის ეხა მთელ ამ სიტუაციებში, ამ დაპატიმრებებში და ამ იმაში
2020 აი კობახიძე რაც გახდა პრემიერ-მინისტრი, შესამჩნევად შეცვლილია ხელისუფლების სტილი. რასაც აქამდე რას აკეთებდა ბიზინა ივანიშვილი ყველა პრემიერის დროს. როდესაც მიმართავდა რაღაცა რეპრესიებს, თუ ამას მოყვებოდა ძალიან წაფრი რეაქცია ქვეყნის შიგნითაც, თუნდაც ქვეყნის გარეთზე რო აღარ ვილაპარაკოთ. ის ყოველთვის ცდილობდა რაღაცა დათმობებს, ანუ რაღაც დროებითი ტაქტიკური ნაბიჯით უკან დახევას, ან შემოვლითი გზებით მე იგივე სასრულებას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მანევრირებას სახთენდა ხოლმე. ის არ იყო, არ მიდიოდა ჯიქურდა ასე არა ჯინში არ უდგებოდა საზოგადოებას არასდროს. რაც ირაკლი კობახიძე გახდა პრემიერი, ეთყობა ბიზრა ივანიშვილმა ჩათვალა რომ დათმობების და იმის დრო წავიდა და მას დაავალა რომ ყოფილიყო შეუვალი ყველაფერზე და არაფერზე უკან არ დაეხია, ან კობახიძემ დაარწმუნა ბიზრა ივანიშვილი რომ ასე ის მიაღწევს ყველაფერს და ასრულებს იმას, რომ აი ბიზნეს ხშფოთვა კაშკარად რომ მას უპირებენ ჩამოგდებას. ეს ხო ვიცით, ის ამას ამბობს და ეს თელი რაც კი პროტესტია საქართველოში მიაჩნია, რომ ამას უწყობენ ეგრეთ წოდებული რაღაც გლობალური ომის პარტიები, deep state-ები და ვიღაცები საზღვარგარეთი და რაღაც ბნელი ძალები. ამიტომაც ის პრინციპულად ბერამდენაც ვიცი არ ხვდება არავის. შეხვედრებზეც კი არ და დალაპარაკებითაც კი არავის არ ელაპარაკება. ხო და ამ ვითარებაში რაც ამან შეიძლება მოიტანოს ერთის ხრივ ეს მეთოდია ეს რომ არაფერს არ თმობენ, ყველას დავიჭერთ, ყველას დაგაჯარიმებთ, ყველას დედას გიტირებთ, აი ეს მიდგომა ერთ-ერთი ეს არის გარკვეული ეფექტი ამას აქვს, იმიტომ რომ საზოგადოებაში იწვევს ერთის ხრივ ბრაზს და რადიკალიზაციას განწყობების, მაგრამ მეორე ხრივ არანაკლებ იწვევს ფრუსტრაციას. რომ აი გაბრაზდი, და შეახალე ახალი თავი კედებს თუ გინდა რა აზრი აქვს, მაინც დაგვიჭერენ, მაინც თავისის გააქვს, ხო? აი ამ განწყობას თესავს. მაგრამ ამას აქვს ერთი უარყოფითი მხარე. ეს უარყოფითი მხარე, როდის გამოვლინდება, ეს არავინ არ იცის. ეს არის ის, რომ ამ დროს ხდება უკმაყოფილების დაგროვება. ანუ აი ეს ენერგია, ეს სიბრაზის და ეს პროტესტის, რომელიცაც იწვევს ეს ქმედებები საზოგადოებაში, გროვდება, იმიტომ რომ არ ეძლევა ამოხრეთქვის და გადმოდინების საშუალება. ასე იქცეოდა თავის დროს სააკაშვილის ხელისუფლება, რომ იწვევდა და ამან რომ სწორედ დააგროვა ეს უკმაყოფილება და მე 2006 წელს თუ მას უზარმაზარი რეიტინგი ჰქონდა 2006 წელს და თვითმმართველობის არჩევნები მაშინ მახსოვს მეც მონაწილეობდი და დიდი უპირატესობით მოიგო მაშინ ნაციონალურმა მოძრაობამ. მიუხედავად იმისა, ამის მერე კი არ შეარბილეს პოლიტიკა წნეხი გაზარდეს პირიქით და 2007 წლის ნოემბერში გახსოვს რაც მოხდა, როგორი ფეთქა უცებამ უკმაყოფილება. თან ძალიან მოულოდნელად მათთვისვე. ახლაც დარწმუნებული ვარ ეს აფეთქება მოხდება. ოღონდ არ ვიცი ეს იქნება ახლა, იქნება გაისად, იქნება 2 წლის მერე, მაგრამ აუცილებლად იქნება ესეთი პოლიტიკა შეუძლებელია სხვანაირად დამთავრდეს. თან ახლა ჩვენ თუ გავითვალისწინებთ რომ უკვე იყო 200,000 ადამიანი ქუჩაში და მეტიც იყო, ანუ დიდია ძალიან განსაკუთრებით თბილისში უკმაყოფილება. ეს უკმაყოფილება კი არ წასულა არსად და იმ ხალხს შეხედულება კი არ შეუძლია. შეიძლება აქტიურად არ მონაწილეობენ პროტესტში და შეუძლებელიც არის 200 დღე 100,000 ადამიანი იდგეს გარეთ. მაგრამ ეს უკმაყოფილება შიგნით არის თუ აი ესე კიდევ ბატონი ბიზნეს ტერმინი რო ვიხმაროთ, მიჭირხნა თუ რა ვიცი რა ქვია, ეს არ გაჭერდა. ანუ თუ გაგზელდა ეს დაპატიმრებები, თუ გაგზელდა ეს რეპრესიული მიდგომა, ეს რაღაცა სრულიად წარმოუდგენელი აბსურდული კანონების მიღება და მათი აღსრულების ცდილობები, ეს თუ გაგზელდა, ძალიან ცუდად აფეთქდება სიტუაცია, ძალიან ცუდად. მე ამის აი სერიოზულად მაგამიში ხარ, თუ ხელისუფლებაზე ეს კი იქნება და რაც მას დაემართება მე, მაგრამ იფეთქებს ეს სიტუაცია. შეუძლებელია ეს დამსრულდეს სხვანაირად. ეს ბუნების კანონია, იმიტომ რომ სამბარას რაც უფრო კუმშავს, მე უფრო მაგრა გაიჭირდა. მაგრამ ეს თვითონ აი ეს ეხა რაც ხდება, აი ამ პოლიტიკურ ლიდერებთან დაკავშირებით, ხო? როგორ ეთამაშება კატათაგვებანას, როგორც უნდა, როგორ უწა, აი წარმოდიხარ. ხედავ სადაც ოთახში და მოდი დღეს გამოვიტანოთ გადაწყვეტილება თუ დაურეკოთ სასამართლოში და უთხრათ ცოტა გადადე ერთი. არა, არ გეთახმები მაგას. და ასე შემდეგ. ასე არ მგონია. აბა როგორ? მე მგონია რომ ისინი არიან შეფიქრე, კი, მასები შეიძლება ნახე გავაკეთოთ თუ მე, მაგრამ ფაქტია საუბარი როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, ხო? არა, გადაწყვეტილებები მიიღება ბიზნესის და კობახიძე და წყვეტენ რა. ხო, ანუ წარმოვიდგინეთ, ჩამოსხდებიან
მოდი ეხლა რა ვქნათ, ეხლა დავიჭიროთ თუ ერთი ეკვირა ვაცალოთ კიდე და გავწელოთ, გადავდოთ სასამართლო, დაურეკავენ მე ჩინჩალაძესთან მურუსის და სეტყვიან რომ გადაგვიდე ერთი კვირით. ის თავის დივანს და თვითონაც არ დაურეკავს მოსამართლეს, დაწვე ეხლა ჩინჩალაძეს ეგაკლია რომ თვითონ დაურეკოს მოსამართლეს, დივანს დაავალებს. ეტყვის რომ ამადამ მოსარლეს დაურეკე და უთხარი რომ ერთი კვირით გადავს და აი ასე ეხლა გახარიაზეც იგივე წარმოვიდგინე ეს ჩორჩანას საქმეზე რომ აღძრეს საქმე პროკურატურაში მიდის ფორსირებულად ყოველ დღე იბარებენ და ჩამოყავთ ამ ჩორჩანადან ვიღაცა გლეხები და ალაპარაკებენ რომ ეს დღე გახარიას გამო წაგვართვესო და ეგ ჩვენებებს არ არის ის საოცარი ეს ჩორჩანას ეპიზოდი მართლა იყო ერთ-ერთი ეპიზოდი ამ ხელისუფლების დროს, როდესაც ხელისუფლებამ დაიცვა სახელმწიფო ინტერესები ნამდვილად. და რუს ოკუპანტებს და ოს სეპარატისტებს გაუწია ეფექტური წინააღმდეგობა. თან ამას ხო არ მოყვა ომი და არ მოყვა ჩათრევა ომში, რასაც აბრალებენ. ანუ შედეგი ხო ჩვენთვის სასარგებლო დადგა. ის და გუშაგო არ ყოფილიყო ის კიდევ 10 იმდენი ტერიტორია იქნებოდა იქ წაღებული. ეს და ოსები არც მალავენ და ეხლა აგერ რაც ამ ხელისუფლებამ წამოიწყოს უმსგავსო კამპანია. აგერ განცხადებები კეთდება იქით რომ იმდროინდელმა ოსების ხელისუფლებამ აჩუქა ეს ჩორჩანა თურმე საქართველოს. აი ასეთი განცხადებებიც კი კეთდება და ხა აი ეს აიღო მაინც და მაინც გასაგებია რომ გახარიას დაჭერა უნდა და მისთვის სულ ერთი იყო მიზეზი მაგრამ რატომ აიღო ეს ეპიზოდი ვის მოვიდა თავში ამ ეპიზოდში ეს ეპიზოდი გაიკეთებიათ რაღაცნაირად ისე წარმოეჩინა თითქოს გახარიამ რამე დააშალა მეტნაკლებად პატიოსანი ქოციც კი თუ არსებობს ასეთი ბუნებაში შეუძლებელია ამაში გახარიას ამტყუნებდეს შეუძლებელია უბრალოდ ანუ ისეთ რაღაცაზე მიდის და ისეთ რაღაცაზე აჭერენ ამ კაცს რაც არ ამგონია ანუ იქ საუბარი არის რომ შეიძლება დროში დაემთხვა ეგ ამბავი რომ ხო ტყეში შემოვიდა რუსები მაგრამ ამ ტყეში ხო ისედაც აპირებდნენ გავლებას და გახარია ამბობს რომ ეს რო არ ჩაგვედგათ იქ ეს საგუშაგო ერთი 10 იმდენს კიდე წაიღებდნენ დანარჩენი არ წავაღებინეთ და ეს ამბობი არა იმათაც ჩადგეს რაღაცა მოკლედ ამშობა თუ პრობლემა იყო და არასწორად მოიქცა ხო თავარი დაგვავიწყდა წარმოიდგინეთ ახლა ეს ქართული ოცნების ამომრჩეველს რამდენად აღწევს პატივს ქართული ოცნება საკუთარ ამომრჩეველს აი როგორ უყურებს როგორც რაღაცა მასას რაებს რასტენის ახლა წარმოიდგინე ეუბნება რომ რო ეკითხები რომ თუ ასეთი რამ ჩაიდინა 20 ივნისიო მაგის ბრალი იყო ხალხის თვალი დათხარაო იქ ჩორჩანაში სახელმწიფო კინაღამ დაღუპა და ასე შემდეგ და რატო დააწინაურდა და პრემიერministრს რატო დანიშნეოთო ამაზე პასუხი აქვს deep state-დან დაგვირეკესო და დავემორჩილეთო ამას ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ქართულ ოცნების მომხრეები ტაშს უკრავენ რომ აი რა კარგი ბიჭები ხართ თუ აქამდე ანუ წარმოიდგინე რა შეუბნება რომ აქამდე დავდიოდი deep state-ის ჭკუაზეო ანუ 2012-დან 2022 წლამდე 10 წელი თურმე deep state-ის ჭკუაზე დადიოდნენ რაღაც მათი მოგონილი deep state-ი რო არის სხვის ჭკუაზე დადიოდნენ და ეხლა მოიპოვეთ დამოუკიდებლობაო და უკაცრავად მაგრამ აქამდე თუ 10 სხვის ჭკუაზე დადიოდნენ რატო ხარ დარწმუნებული კიდე არ დადიო ვიღაცის ჭკუაზე ახლა სხვა რუსების ჭკუაზე არ დადიან არ და მაშინ თუ deep state-ის ჭკუაზე დადიო ანუ სახელმწიფოს მეთაური რო ამას გეუბნება რომ ჩვენო deep state-იდან ზარი დაგვირეკესო და გვითხრესო რომ კაცი რომელიც დამნაშავე იყო ხალხი დაარბია თვალი დათხარა ეს ადამიანი აუდექითო და ვიღაცის ზარით დავნიშნეთ პრემიერატო ამას რომ იტყვის ხელისუფლება მე არ ვიცი იმ ხელისუფლებას კიდე რა რის გამო უნდა არ არის მასე რომ პატივცემლებაზე იდენად ხათ ეს პრინციპში ამომრჩეველთა ნაწილი თავიდანვე კოცების რაღაცა ნაწილი ანუ მე ვიყავი ამ ხელისუფლებაში თავიდან იყო საზოგადოების რაღაცა ნაწილი, რომელმაც მაგალითად, როდესაც ეგრეთ წოდებულ კოჰაბიტაციაზე რო იყო ლაპარაკი, რომ ეს თავს მოგვახვია ამერიკა. მაშინ ამერიკას ეძახდნენ და დასავლეთს ესე deep state-ი არ იცოდნენ სიტყვა. მაგრამ ნუ ანუ ეს დასავლეთმა ჩვენ გვაიძულა, რომ თითქოს რაღაცნაირად არ დაგვეჭირა ყველა ნაცი. რაც ტყუილი იყო. ტყუილი იყო აბსოლუტურად. დაჭერა ერთია. არა, ზუსტად ამაზე. ვიღაცას დაუშვათ ანგარიშში უწევრო ხმაური არ ატყდეს და ასე შემდეგ. ეგ ერთი თემა არა, ასე არა, მაგრამ მეორე თემა რომ გირეკავენ და გეუბნებიან რომ ეს კაცი პრემიერ-მინისტრი დანიშნე და შენ მიდიხარ და ნიშნა. ხო და მოკლედ პლენში ხავ, მოკლედ მარტივად გიხსნე, ქოცურად გიხსნე, იმათი გაგებით უკვე პლენში ხავდათ ბიზინა რა. აბა ხა რომ გამოაცვალეს სააკაშვილი, რატო გამოაცვალეს? ეგონათ რომ ესეც ისე იქნებოდა. ამ დროს ბატონმა ბიზინამ რაღაცა წლების განმავლობაში ნელ-ნელა მოძლიერდა, როგორც დავით აღმაშენებელი მოძლიერდა თურქ-სელჩუკების, აი, გაправებას დაგიდებ ახლა. თურქ-სელჩუკების უღელის ქვე. არ ნახობ ახლა, ხო? უღელი, აბა რა, ამას სანამ თქვიათ, ჯობია მეთქვა. სანამ თვითონ იტყვიან. სანამ, აი, როგორც დავით აღმაშენებელი მოძლიერდა, მე შეუწყვიტა ხარკის მიცემა.
იგივე გიორგი ბრწყინვალე, ბიზინა ბრწყინვალემაც და ბიზინა აღმაშენებელიც იგივე საკეთებს. ანუ ჯერ ძლიერდება აქ განადგურა შიდა აგენტურა მათი რესპუბლიკური პარტიის სახით, ჩვენი სახით, ეხლა ნელ-ნელა მიდგა მენჯოებს და მოკლედ აგენტურა განადგურა, აიღო მთელი ძალაუფლება ხალხში და ახლა მიდგა და deep state-საც უკვე დაიკიდა და deep state-იც ფეხებზე აღარ უხდის ხარ. აი ესე ფიქრობს, ასე აზროვნებს, ასე უკაცრავად და გადაგვარებულად აზროვნებს, მათი ამომრჩეველი და ახლა რასაც ამიტომ კობახიძე ეუნება, ნუ იტყვი რომ პატივს არცებს კი არა, ზუსტად ასე ფიქრობს მისი ამორჩეველიც. მე აბსოლუტურად კიდევ გვემეორებ, შემზარა ამ ნინო დადაშვილის დაპატიმრებაზე, რომ წავიკითხე კომენტარები. კომენტარები არის ასეთი, ხო თვითონ იმედის ნიუსზე, რომ ნახოთ კი ტროლებიც არის ბევრი. მაგრამ თუ ჯედის ტროლიც ადამიანია, ხო, როგორც იტყვიან, ან ადამიანის მეგობარი თუ რა ვიცი რა ქვია, რაღაც ადამიანის მსგავსი არსება ხო არის არა რაღაცა. მაგრამ უშუალოდ ცოცხალი ადამიანებიც ამბობენ, რომ კარგია, ყველა უნდა დაიჭიროთ. სანამდე შეიძლება ამის სატანა უამრავი ადამიანი წერს აგერიბაზე, რომ ტაქსით რომ მიდიან და ხედავენ რაღაც ტაქსისტი ხედავს იქ რაღაც რუსთაველზე, ვიღაცა მოაბიჯებს რაღაცა მარში. დაიწყებს რომ ამათ ახლა გააწყალეს გული და სანამდე შეიძლება იყოს და ამუშავებენ ამ ხალხს და ასე მუშაობს ეს საზოგადოება. კი ბატონო, ხო, მესმის რომ ეს ხალხი ხა დამუშავებული ყავს, მაგრამ აი ამ არ ვიცი თვალნათელ მაგალითს იმისა რომ როგორ გატყუებს შენი ხელისუფლება, ხო? გეთამაშება ერთ დღეს ერთს გეუბნება, მეორე დღეს მეორეს გეუბნება. ყველაფერს კადრულობს. მე ხა დღეს გუშინ პოსტის დავწერე, როცა საუბრობენ იმაზე, რა ქვია, ლელო და ვიღაცები რომ თბილისი გამოგვლიჯოთო და რაზე არის წამსვლელი ივანიშვილი ჯერ კიდევ არა ეს სხვა რაღაცა ივანიშვილი წამსვლელი ყველა არა ეს მაგალითი მინდა მოვყვე მაყურებლებისთვის და რადიომსვენელებისთვის და მე გრიგოლსაც ვკითხავ მინდა რომ გავახსენოთ ჩვენს მაყურებლებს რა გააკეთა ჯერ კიდევ 2014 წელს ივანიშვილმა როცა 2014 წელს იყო პირველი არჩევნები 2012-ის მერე ამ ხელისუფლების პირობებში თეთრ ცხენზე იჯდა ივანიშვილმა მოგებული ტრიუმფალურად 2012-ის არჩევნები გამოდიოდა და იძახდა რომ ჭარბი დობა მაქვს და რაღაცა და გახსოვს თბილისის მერად დააყენა კანდიდატად დავით ნარმანია და ამ ნარმანიამ იმდენი მოახერხა რომ პირველ ტურში ლამის წააგო ნიკა მელიასთან არჩევნები მაგრამ პირველ ტურამდე რა მოხდა პირველ ტურამდე ივანიშვილი როცა დარწმუნებული იყო რომ მარტივად მოიგებდა ეხა არჩევნებს ხო თეთრ ცხენზე იჯდა მაშინ გამოვიდა და ღარიბაშვილის პირით გამოგვიცხადა რომ ჩვენ ეხა მორატორიუმს ვაცხადებთ დაჭერებზეო გახსოვს ხო ალბათ ეს ამბავი და ყველას ახსოვს რომ წინა საარჩევნო პერიოდშიო იქნება მორატორიუმი ნაცების მაღალჩინოს მაშინ აქტიურად იჭერდნენ ხო იქ ახალაიები დაიჭირეს ესა და ნაცების ლიდერებსო წინა საარჩევნო პერიოდში არ დავიჭერთო ვინმე რამე რო არ თქვასო რომ აი არჩევნების წინ იჭერან და მორატორიუმი იქნება არჩევნის ბოლომდეო და პირველ ტურში როგორ მოიგო ნარმანიამ ისე შეეშინდა ივანიშვილს ეს თავის სიტყვა დაივიწყა უკან წაიღო და პირველი ტური და მეორე ტური შუალედში გიგი უგლავა დაიჭირეს. ან მახსოვს ახლა ასე დეტალი. ზუსტად მახსოვს ეს ამბავი და ყველას ახსოვს. გიგი უგლავა რომელიც მერე იყო ჯერ კიდევ, ხო? და იყო იმის რა ქვია, მელიას შტაბის უფროსი. ანუ როგორც ჩათვალეს რომ უგლავა რაღაც მერია კიდევ ბევრი გავლენა აქვს, ხო? ყოფილიყო ეს პირიქით. ასე იყო, ანუ ბევრი გავლენა აქვს ეთყობა და მეორე ტურის წინ დაიჭირა. არა, კატეგორიულად არ დაგეთახმები მაგაში. ფაქტებს ყვები რა სამეთო. ფაქტი რომ დაიჭირა მაგაში კი ხო და ფაქტი არის, ანუ თქვა რომ მორატორიუმია გამოცხადებული და დაიჭირა. გასაგებია, მაგრამ პირველ ტურიდან მეორე ტურამდე. ინტერპრეტაციას აკეთებ არასწორს. იმიტომ კი არ დაიჭირა რომ ეგონა რომ არიქა უგულავა მოაგებინებსო. არამედ ამით თავის ამომრჩევლებს მისცა მეტესტებული, მისი ამომრჩევლები როგორც ეთუსოდი გამოცადა. თავარია რატო გააკეთე? როგორ წაიღო თავის სიტყვა? კაცო თავის სიტყვა ყოველთვის უკან მიიღო. და როგორ გამოიყენა სასამართლო პოლიტიკური მიზნის მისაღწევა? არ არის ასე თლად. სასამართლო არ იყო, ჯერ პროკურატურა იყო, მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა. მაგ სხვა მომენტია, ის მომენტი კი არ იყო, რომ უგულავა მოაგებინებს ახლა ამას. მას იყო რომ აი რომ დაიჭერს ნაცებს, ამით ესე იგი ენთუზიაზმს გააღვიძებდა ნარმანიას ამორჩეველში. მანაც ჩათვალა. მნიშვნელობა აქვს. დიდი მნიშვნელობა აქვს. არის არჩევნების მიზნით დაიჭირა. რა თქმა უნდა, ხალხზე ამაზე საუბრობ, რა ანუ ტიპი ყველაფერზე არის წამსვლელი. რომ დაინახავს ოდნავ რამე შეიძლება საიტო გახდეს მოგება, ყველაფერზე არის წამსვლელი. არა ხარ მართა. არ არის ყველაფერზე წამსვლელი. ყველაფერზეა წამსვლელი. არა, ვის აქვს მე ამის შესაძლებლობა, ხო? ივანიშვილს ყველა ხელისუფლებას, ყველა ხელისუფლებას, როცა უნდა ვინც უნდა ის დაიჭიროს. არა, არ არის სწორი, არ არის მასე. არ არის მასე, იმიტომ რომ ყველა ხელისუფლება, ყველა დროში
არასდროს არ მიდის არჩევნებზე იმისთვისო წააგოს. არა, კაცო, მაგას ხო არ ვამბობ, რაზე ისი კადრებელი ხარ, ამაზე საუბარი. ყველაფრის კადრებელია. კადრებელი ხარ, ხო, ამაზე ვთანხმდები. არის ის თვითონ ისი კადრებელია თუ ზნეობრივი ბარიერი არც არავის არ ქონია ადრეც, მაგრამ კონკრეტული მომენტი კარნახობს რა იკადროს რა არა. აი კონკრეტულ მომენტში. ხო, და ანუ სხვას რას ვამბობ? არა, სხვა შენ ამბობ რომ გინდა არ გინდა რასაც უნდა იმას გააკეთებს, ეგრე არ არის. შეიძლება იმ მომენტში ჩათვალოს რომ რაღაც დემოკრატია, თუ არ ჩათვალე, სააკაშვილი რა რო წავიდა 2012-ში, რატო წავიდა რა? დემოკრატიის გამო? არა, იმის გამო მას დასავლეთთან არა, დასავლეთთანაც გაიფუჭებდა ურთიერთობას. უწევდა დასავლეთს. აი, მასთანაც ჩვენ რა გაიფუჭებდა ურთიერთობას. დასავლეთთან მახსოვს მე, დასავლეთის მოთხოვნა იყო საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა და არ შეცვალა, დაიკიდა ფეხებზე. ანუ მან რაღაცები არ დაიკიდა, მაგრამ და შეცვალა მასოფერი შეცვალა ივანიშვილს აღუდგინეო რო უთხრეს მოქალაქეობაო აღუდგინა და ასე შემდეგ. მაშინ ჩათვალა რომ ეს თუ ასე არ გააკეთებდა უარესი დაიმართებოდა. აი ეს არის. თუ ივანიშვილმა ჩათვალა რომ რაღაცა თუ გააკეთა ამის გამო მას უარესი დაიმართება, ან თუ ჩათვალა რომ ეხლა ჯობია რომ არ გააკეთოს ეს, იმიტომ რომ ნუ მე შეიძლება და მაგას ვამბობ მე რა, ანუ რასაც უნდა იმას აკეთებს. არა, კაცო, ასე ყველა ასე იქცევა, მე რა, მაშინ უგულობა დაიჭირე, ეხლა შეიძლება გახარია დაიჭიროს არჩევნები. არ არის ასე. არ შეიძლება ასე საკითხის დასმა არჩევნების კონტექსტში. მეთოდოლოგიურად არასწორადია, იმიტომ რომ ყველა ეგეთია ხელისუფალი. ხო, გავიგე, მე ხوار ვამბობ, რომ სხვები უკეთესები იყო. ჯო, ყველა ეგეთია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იმას გააკეთებს, სპასობნია რაღაცაზე, ეგ სხვა არის და რეალურად ის გაკეთებელია. ჯო, არ ვიცით რა დაუშლის, გარემოება ბევრი. რა შეუშლის? ბევრი კონექტურა. გახარია დაიჭიროს ეხლა არჩევნები. სულადია ბევრი. საერთაშორისო კონექტურა, შიდა განწყობები, რატო არ არბებს? ახლა მაგალითად აი ამ რუსთაველზე აქცია. რატო არა? ცოტა ხალხია და არ უკნის საშიშროებას. როცა უკნის საშიშროებას, მაშინ დაარბია. არ არის ეგრე, არა, პირიქით არის. იცის რომ დაარბიოს, მეტი გამოვა. რამშობა, ეხლა არ უკნის საფრთხეს. საფრთხეს უნდა შეიძლება ჩათვალოს, უნდა შეიძლება ჩათვალოს, რომ იმ მომენტში არ უკნება საფრთხეს, მას ჩათვლის ის ვიღაცა თავისი ჩათვლის. სწორედ ერთ მივედით შეხების წერტილამდე, რომ თუ ის ჩათვლის რომ თბილის კარგავს, ყველაფერს იკადრებს. არ ვიცით. ყველაფერს იკადრებს. არ იცის არც თვითონ. შენ არ იცის. ეგ შეუძლებელია ვინმე მიცოდეს, ის არის წამსვლელი, კი ბატონო. და ყველა ხელისუფლება წამსვლელია ყველაფერზე, მაგრამ ის მომენტი თუ დადგა, მომენტუმი თუ დგება, იმ მომენტში წვეთს ის რამდენად ღირს წასვლა თუ არა და არა ისე რომ წინასწარ არა. ძალიან კარგად დაიხევს რა და ძალიან კარგად დაუხევიათ. გააჩნია სიტუაციას. შენ თუ თავიდანვე ის განწყობა გაქვს, რომ ეს არც ერთ შემთხვევაში არასდროს არაფერზე უკან არ დაიხევს, მაშინ საერთოდ სახლში უნდა წახვიდე და დაჟე საერთოდ დაანებე დავიდე კაცო. აბა პროტესტით აიძულო. როგორ უნდა აიძულო კაცო, როგორ უნდა აიძულო, როგორ რანაირად აიძულებ? რა კარგი რა. თუ შენ თვითონ მასშტაბური პროტესტი. შენ თვითონ მასშტაბური პროტესტი კი არა, 5000 კაცი ვერ გამოგიყვანია. აი ეს მასშტაბური პროტესტი ლაპარაკობ. მასშტაბური პროტესტი. მასშტაბური პროტესტი გინდა და იცახი რომ დეკემბერი იანვარში ბევრი რამე ხდებოდა. გავიგე, ხო და შენ მაგას ამბობ რომ დღეს შეიძლება არ გამოდის, ხვალ შეიძლება გამოდის. შეიძლება ზე უნდა იყოს პოლიტიკური პროცესი, როგორ შეიძლება იყოს შეიძლება პოლიტიკური პროცესი შეიძლება ზე არ უნდა იყოს, პოლიტიკური პროცესი უნდა იყოს იმაზე, რომ შენ იყო თანმიმდევრული, შენ არჩევნებში. ასნიშნავს თანმიმდევრული. ამომრჩეველს რო ეუბნები, რომ ამ ქვეყანაში არის არჩევნები გაუქმებული, ერთ სისულელია ერთ დღეს რო ეუბნები. მეორე დღეს არ უნდა თქვა, რომ არჩევნებში მივდივარ. ვინც ეგ კაი, ჩვენ გვაქვს სისულელე. ხო და ეგენი მიდიან ისევ არჩევნებში. აღარ ვიცი. ჩვენ გვაქვს ახლა რეკლამა და რეკლამის შემდეგ შემოგვერთება გრიგოლ გეგელია და მასთან გავაგზავნებთ სწორედ ამ თემაზე საუბარს, რა აზრი აქვს არჩევნებში შესვლას. რეზიუმე, მე ვარ ჟურნალისტი ბერმეტრეველი, ჩემი თანაწამყვანი დათო ზურაბიშვილი, ველოდები სტუმარს გრიგოლ გეგელიას, რომელიც ტრადიციულად აგვიანებს, არ ვიცი მისი ბრალია თუ საცობების, საცობები უნდა გაითვალისწინო წესით ამ დროს და არ უნდა დააგვიანო, ნუ ნახოთ, სულ 20 წუთი გვაქვს ამ დროში, თუ მოგვისწრებს, მივცემთ ერთ-ორ სიტყვას, რომ გითხრას, რატო იღებს მისი პარტია მონაწილეობას არჩევნებში. ხო, იმედია მოგვისწრებს, მანამდე რადგან ჩვენი პოზიციები ამ თემაზე განსხვავდება, ეხლა შენ დაგითხრობ დროს, რომ შენ თქვი, რატო უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. მე საარჩევნო საერთოდ მიმდინარე პროტესტს არ აღვიქვამ როგორც აი ერთ-ერთ და განმეორებელ ფორმას პროტესტის. ანუ ის რომ რუსთაველზე იკრიბება საზოგადოება და ყოველდღიური კეთა, ყოველ საღამოს კეთავს, ეს ძალიან კარგია. მე ამ წინააღმდეგი არა ვარ, რა თქმა უნდა. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მუდმივად არსებობდეს ეს შეხსენება საზოგადოებისთვის, მაგრამ მე ამას უყურებ როგორც პროცესის ნაწილს და არა როგორც მთელ პროცესს. ანუ ეს ერთ-ერთი ნაწილი ამ პროცესს ჭირდება პოლიტიკური შემადგენელი. პოლიტიკური შემადგენელის და პოლიტიკური აქტივობისთვის
არჩევნები არის საუკეთესო ასპარეზი. მე არჩევნებს არ უყურებ როგორც არჩევნებს წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით, თუმცა ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. მით უმეტეს თვითმმართველობის არჩევნებზე როცა ვლაპარაკობ, როცა ამ არჩევნების შედეგად ხელისუფლების ცვლილება არ ხდება საერთოდ. თუმცა ეს შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იმისი, რასაც ქვია ამომრჩევლის მობილიზება, ამომრჩევლის რაღაცნაირად ძალის დემონსტრირება, აი ამისთვის ეს არის კარგი საფუძველი თუ სწორად გამოიყენებ. ეხლა რა სიტუაციას დღეს შეექმნა მე ერთ რამეში დაგედაღმები პესიმისტურად უყურებ კი იმას რომ რამდენადაც რაღაცა ნაწილი საპროტესტო საზოგადოების ძალიან კატეგორიულად წინააღმდეგია თუმცა არ ვეთანხმები არც ერთ არგუმენტს ასაც ისინი აყენებენ რატომ არის იმიტომ რომ ყველანი ლაპარაკობთ მომავალ დროში რომ ეს ასე იქნება აი ეს იქნება ლეგიტიმაცია ეს იქნება ხელისუფლების რაღაცა გაправება რაღაცნაირად აი ეს მივაჩნია სრულიად წარმოუდგენელ ამბად რომ თქვათ იმის გამო რომ ვიღაცები მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას ხელისუფლება გახდება ლეგიტიმური მონაწილეობა არ ხდის ხელისუფლებას ლეგიტიმურს ხელისუფლებას ლეგიტიმურს ხდის ის თუ როგორ ჩაატარებს იმ არჩევნებს და როგორ გაიმარჯვებს ამას აქვს მნიშვნელობა და თუ რა პატიოსნად გაიმარჯვა კი ეს ხელს შეუწყობს რა თქმა უნდა ლეგიტიმურობის აღიარებაში და სანამდე იქნება ასე ხელჩამოურთმეველი კომახინცე რომელიც მაინც და მაინც თვითონაც რამდენად ღელავენ არ ვიცი ახლა ამას ამიტომ ეს არის ჩემი აზრით თავარი პრობლემა ამომრჩევლის მობილიზება თუ გვინდა მიზანი რა არის ახლა ოპოზიციის ხო და იმ ხალხის ვის ქუჩაში დგას და აპროტესტებს და საპროტესტო ელექტორატს ეს ხელისუფლება შეიცვალოს ამ ქვეყანაში აღარ იყოს ხო ზოგად მიზანზე ვაბალანსო ამ ქვეყანაში აღარ იყოს დიქტატურასთან აღარ მივდიოდეთ აღარ იცვლებოდეს საგარეო კურსი და იყოს პროცესული ასე შემდეგ ხო ამიტომ იყოს რამე შეიცვალოს აი ამ მიზნის მიღწევაში აი ეს არჩევნები, რასაც ეხა ადგილობრივი არჩევნები, სადაც გამარჯვების შანსი ძალიან სკეპტიკურად უყურებ თუნდაც თბილისში, რას აძლევს ამ მიზანს, ამ მიზნის გზაზე რას გვაძლევს? ეგ არის სწორედ თქვი აი 2-3 კაცს რო გაიყვანენ საკრებულოში სადღაც. 2-3 კაცს კიდე მომავალ დროში გადახვედი ახლა. ეს აძლევს პირველი არჩევნების ამომრჩევლის მობილიზების საშუალება. მეორე იგივე ჩვენ ხო იაგოს კლევაც გვაქვს არა? იმ იაგოს კლევაში ლელოს ამომრჩევლის და კახარიას ამომრჩევლის 80%-ზე მეტი მომხრეა ამ არჩევნებში მონაწილეობის. ანუ მათი ამომრჩევლის უნდა რომ ეს ასე მოხდეს. კი, ყველა არის საკმარისი ახლა რა უკაცრავად რა თავდადების, მაგრამ პოლიტიკური პარტიისთვის ეხა საკუთარ ამომრჩევლის თუხებზე დაიკიდებს ეს ცოტა არ იქნება თლაც სწორი ხო? ამიტომ მობილიზება ჯობია ერთიანი კანდიდატი არაპარტიული ჯობია რა თქმა უნდა მაგრამ დანარჩენი სამჯერლო ხა თუ ამაზე არ მიდის ჯერლობა ნუ მაშინ რას ვიზამთ ხა ვიღაცა მიიღებს მონაწილეობას ვიღაცა არ მიიღებს და შეიძლება ეს ხელისუფლების სასარგებლოდ დამთავრდეს თუმცა შეიძლება არც დამთავრდეს გააჩნია როგორ წავა სიტუაცია მაგრამ მე მგონი ამაზე კამათი დაიწყო ჩემი აზრით გვიან ეს უფრო ადრე უნდა ყოფილიყო ხო და აი მაშინ როცა უნდა ყოფილიყო ლელო ამბობდა რომ ეს თემა შემოგდებულიაო აი მაგაში ხო თანხმდებით რომ უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო არა თემა შემოგდებულია უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო და იმის ვაგებულად რომ ამ ხალხს დაეწყო ამ თემაზე მაშინ მსჯელობა უფრო ადრე როგორც შეიძლება ლელო გამოდია და იძახდა და ეგ თემა შემოგდებულიაო და ვინც მაგ თემაზე ლაპარაკს დაიწყებს ივანიშვილის საქმეს აკეთებს შეიძლება კულუარულად იყო მე მიმაჩნია რომ ეს არ იყო საჭირო საჯაროდ ამაზე მსჯელობა თუნდაც კულუარულად ყოფილიყო კაცო რაღაცა შეთანხმებულიყო და აი ლელოც შემოგვიერთა გრიგოლ გეგელია რატო აგვიანებთ სულ რატო აგვიანებთ ახლა ჩვენ ვართ 2-1 ესე იგი კალაძე არის ამ ქალაქის მერი კალაძეს რატო აბრალებ კაცო ხო იცი რომ კალაძე არის ამ ქალაქის მერი და მოცემულობა ეს და ხო უნდა გაითვალისწინო ეგა მოკლედ ხო ჩვენ ვილაპარაკეთ შესვაგებად აგერ დათო ილაპარაკა რატო არის საჭირო არჩევნებში შუადღეს მიღება ამიტომ ხა ცოტა დრო გვაქვს არჩევნებს სულ 12 წუთი ამიტომ გითხრობ ასპარეს პირველ რიგში მაინტერესებს ეს სასამართლო პროცესები რატო გადაიდო შენაზე რაღაცას ელოდება ივანიშვილი წელავს თუ რა ხდება განაჩენის გამოცდილება კარგი კითხვა პირველ რიგში მოგესალმებით ბოდიში ტექნიკური შემეხების გამო დაგვირების გამო მე ვფიქრობ რომ ივანიშვილის მისია არის ძალიან მარტივი მოკლას პოლიტიკური პროცესი გააჩეროს მთლიანად ყველანაირი პოლიტიკური პროცესია და ამას მე კი არ ვფიქრობ ამას ამბობს ივანიშვილი პრინციპში ხო ჩვენ გვახსოვს 2024 წლის აპრილში ძალიან ღიად გითხრა რომ აპირებს პარტიების დახურვას ხო რაც დაიწყო ძალიან გულწრფელი ამაში დაუფასოთ ხო შემდეგ ეს გაიმეორა ეგრეთ წოდებულმა პრემიერ-მინისტრმა ბოლო დროს გაიმეორა წულუკიანმა 4-5-ჯერ მინიმუმ
ჩემს პარტიასთან ლელოსთან მიმართებით და ჩვენ ღიად ვიცით, მოკლედ, ბევრი არ გავაგზავნო, მათ უნდა რომ პოლიტიკური პროცესი საერთოდ მოსწონდა მოაშთონ. აი, ადრე ყველას გვახსოვს, ხო, თქვა და შუას გაკრეფის პარადიგმა, ხო, თქვა რომ უნდა დარჩეს რაღაცა ორი კაფეოპოლისი და არ უნდა დარჩეს შუა. ეხლა, ოღონდ, აქ შუაზე კი არა საუბარი ან ვინმეზე, ახლა საუბარია ყველა არაქოც ელემენტზე. ეს არის ხო ტოტალიტარიზმის არსი, რომ მოსპო, აი, სრული ანიჰილაცია მოახდინო ყველანაირი განსხვავებულობის. ამიტომ მე ვფიქრობ და ეს პროცესებიც ამის ნაწილია, ხო? ჩვენ ხა კარგად ვიცით ეს საგამოძიებო კომისიის რაღაც ფარსი რატომაც შექმნეს, ხო? ეხლა შეიძლება მე-13 წელს უნდათ რაიმეს გამოძიება, ეს ხო სასაცილოა, ხო, ბავშვისთვისაც, ხო? როცა რამის 13 წლის განმავლობაში ჰქონდათ სუსი, კრიმპოლი, სასამართლო, პროკურატურა აბსოლუტურად ფლობდნენ ყველაფერს. და მე-13 წელს მოუნდათ გამოიძიონ რამე? ან ვის იძიებენ საკუთარ თავს? რა ვიცი, ვინც კი ანტიმიშისტი იყო და ვინც მიშას ებრძოდა, ვინ არის იქ დარჩენილი? არავინ, აბსოლუტურად, ხო? ეხლა ბატონი დავითი არის აქ და ორმაგად იქ არიან მიშას გულხურვალე. იქ არიან მიშას დონორები. ხო, რა თქმა უნდა, იქ არიან მიშას დონორები, კი ბატონო, მიშას მხარდამჭერები. სოზარ სუბარის ნაირი ადამიანები, რომელიც უბრალოდ მაპატიებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვთქვა, მაპატიებს საზოგადოებამ პოლიტიკურ პროსტიტუციაში ჩართული ადამიანები, როგორც არის სოზარ სუბარი, დღე და მოსწრება, ისევ და ისევ დიდ ბოდიშს ვიხდი ამ, ასე კი, მაგრამ ეს არის ერთადერთი ადეკვატური მეტაფორა, რომლის გაკეთება შემიძლია. ვინ არიან პრინციპული ხალხი, ვინც მიშას ებრძოდა? რაჟდენ კუპრაშვილი მაგის პოსტებს აზიარებდა. მაგის პოსტები რომ 2012 წლამდე მიშას პიარით იყო დაკავებული კაცი. მიშა ვენახში, მიშა ცოლშვილთან და სულ ესეთ სურათები უდევს თავის გვერდზე. და დღეს ჩვენს Facebook-ებს დასდევს. როგორი ნიშანდობლებია, კი? და აგენტებად რაც ხავს ხალხს, ვინც ამ ქვეყანაში კოლოსალურ საქმეებს აკეთებენ ძალიან მნიშვნელოვანს, ხო, კვლევის კუთხით, ქველმოქმედების კუთხით, ხო, ათას პროექტების კუთხით და ასე შემდეგ, ხო? ამას აღარც კი გავაცვლეს ყველა მისის, ხო? ახლა მესამე რაც არის რეალურად არის ის, რომ მათ ჭირდებოდათ ბერკეტების ჩამოკიდება ყველას თავზე და ჩვენ ნახეთ რომ გახარია რომელიც მივიდა და ამ კუთხით არ მისცა ხო თქვა ბერკეტის შექმნის საშუალება თუმცა ჩვენი აზრით არ სწორი ხო მაგრამ ამაში არ შევდივარ ამ წამს ხო ის რახან არ მისულა ბერკეტი ვერ ჩამოკიდეს ამით ის როგორც თქვა მამუკა ხაზარაძეზე ჩამოკიდეს ბადრი ჯაფარიძეზე ხო რაღაც ტიპის მახვილი თავის შუაში თორე არც მამუკასთვის და არც ბადრისთვის ეს არანაირი მახვილი არ არის ხო ჩვენ ახლა კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ ხო 9-დან 11 წლამდე რომ ემუქრებოდათ ესე იგი საქმე მაშინ არ დაუხევია ამ ორ ადამიანს, როცა პატიმრობა ემუქრებოდა 9-დან 11 წლამდე, ხო, მაშინ არ დაუხევიათ უკან და ეხლა 8-დან 11 თვემდე რო არის პირობითად თუ რაც არის, ამაზე დაიხევენ უკან, ან სხვა რაიმე საქმეზე არა. იმიტომ რომ, როდესაც ამ პრინციპებისთვის იბრძვის ეხლა ჩვენ გვიწევს ბრძოლა, შეუძლებელია უკან დაიხიო, იმიტომ რომ აქ აღარ არის უკან წასასვლელი გზები და უკან საქართველოს აღარ არის. ხო, რეალურად არის ან ეხლა ამაში გამარჯვება და საქართველოს შენარჩუნება, ქართული თავისუფალი სახელმწიფოს შენარჩუნება ან ისეთი ტიპის წინ წასვლა რომელიც არის ბოლტ უბსკულში და როგორ და მოხერხდეს ეს აი თქვენ დიახ აი ამით დავბრუნდები თემას ასე თქვენ განიხილავდით მე ვფიქრობ რომ ჩვენი შეთავაზება სწორედ ეს იყო და არის საზოგადოებისადმი რომ ჩვენ პირველი კვლევამ გვაჩვენა ხო გარკვეული მონაცემები ხო იმ კვლევაში ყოფილიყო 5 ან 10% ხო არ დავიწყებდით ამაზე საუბარს არც საჯაროდ და არც არასაჯაროდ ხო ვიტყოდით რომ სისულელეა ხო ისეც არის ბევრი მინუსი ხო ხო ავტოკრატიაში ცხოვრობ ცესკო ვიცით როგორია უამრავი მინუსი ჩვენგან არ ვიცით ეგ მინუსები ჩვენ ვიცით თუ ვიცით რატო გონია თქვა ხალხს ხანახან გორით უნდა შეგვახსენონ და გონიათ მე არ ვიცი ჩემ თავზე გავიარე ბოლო 4-5 არჩევნები ხო ჩემი უზარმაზარი შრომა მათ შორის როგორც სხვა კოლეგების შრომა ხალხის შრომა წყალში გადამიყარეს მაგრამ და რადიოსველი და დათოსაც 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ როგორ დაარღვია თავისი პირობა ხელისუფლება რომელსაც თქვა რომ მორატორიუმს ვაცხადებ პოლიტიკური ლიდერების დაჭერაზეო და პირველ ტურში ნარმანიამ რო ვერ გაიმარჯვა მეორე ტურამდე უგულავად დაიჭირეს მე თავის სიტყვა უკან წაიღეს რომ დაინახე ოდნავ რომ რაღაცა საფრთხე იგრძნეს აუ დაიჭირეს ადამიანები პირდაპირ მაშინ განა უგულავას წინააღმდეგ რა საქმეც იყო აღძრული ის არისო ჩემი აზრით პასუხი უნდა ეგო მაგ საქმეზე უგულავას მაგრამ მორატორიუმი რო გაქვს გამოცხადებული ხო მორატორიუმი რო გაქვს თავად გამოცხადებული და მე რო დაინახა რომ ვერ მოიგე პირველ ტურში და იჭერ ადამიანს ანუ ყველაფერზე წამსვლელი არის რა თქმა უნდა შეიძლება დაიჭიროს ხაზარაძეც და ისიც არ ვიცი ხო გამორიცხული ყველაფერი შეიძლება მე ველი კიდე მე პირადად ველი კიდევაც საერთოდ გამიკვირდება ხო მაგრამ ჩვენ ამისთვის ხომ მზად ვართ ეს ეხლა ხო არ გაგვიგია ან ამ თემით ხო არ გაგვიგია ჩვენ ვიცით რა პროცესშიც ვართ ხო ეს არ გაგვიგია ორი კვირის წინ როდესაც ამ საკითხზე დავიწყეთ მსჯელობა ეს ვიცით უკვე 6 წლიდან 6-ვე წელი იმიტომ რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე 6-ვე წელი სულ იდევნებიან ხან რაზე ეს ხო არსად არ გამქრალა ხო და ვიმეორებ 9-დან 11 წლამდე ემუქრებოდათ ისეთ ნონსენსზე
რომელზეც ამ სასამართლოთიც კი ხო, მაგრამ მაშინ არ დაიჭირა ივანიშვილმა. ამ სასამართლოთიც კი არ იყო არანაირი ეს ხა მაგაზე უკან დაიხევდა ეგ არადარდებს არის თუ არა რეალურად არადარდებს რაღაცას ჩააკაჩა რაღაცის გამო ჩათვალა რომ იმ მომენტში არაწყობდა ეგეც კი ვერ შეძლო არ ვიცი ივანიშვილმა რა ჩათვალა ივანიშვილს დაკითხავს სასამართლო მე შეგიძლიათ გითხოთ როგორც ჟურნალისტმა მაგრამ მე ვიცი ისო კი ივანიშვილის დაკითხვა ძალიან საინტერესო ამბავი იქნება და ძალიან ესე იგი ზუსტად ვიცი რომ ჩვენ ვნახავთ ყველანი ამ დღეს და ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს თავისუფალი სასამართლო როგორ დაკითხავს ბატონ ივანიშვილს ან საპარლამენტო კომისია ახალი საპარლამენტო კომისია ან უკეთეს შემთხვევაში იქამდე საპარლამენტო კომისია სადაც შევა რომ ჩვენს მონაწილეობიდან ყველანი კიდევ უფრო კარგი ფორმატი იქნება მე ვფიქრობ სადაც დემოკრატიულად დაესვა ყველა ის კითხვა რაც ძალიან ბევრია დაგროვილი მათ შორის ისეთი ტიპის კითხვები რომელსაც უნდა გაიცეს ქსელი წმინდა საგარეო დაზვერვის ჭრილში მაგრამ თუ დაიჭირეს მამუკა და ბადრი მაინც მიიღებთ მონაწილეობას არჩევნებში აი ამაშია საქმე ეს კარგი კითხვაა იმიტომ რომ ჩვენთვის ეს არ ცვლის და არ შეცვლის არაფერს ჩვენ თუ გადავწყვიტავთ თუ და ჩვენ არ გვითქვამს რომ კი ვიღებთ მონაწილეობას არსად არ გვითქვამს ეგ რაზეა დამოკიდებული არც ერთხელ ეს არის დამოკიდებული რამდენიმე ფაქტორზე ხო მათ შორის რამდენად ერთიანი და სწორი ფრონტი შეიკრა აქეთ მხარეს ხო რამდენად აქვს აზრი იმას რომ მართლა შეუტიო და მართლა შანსი ქონდეს თუ ჩვენ საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის რაღაცა ის კი არ გვაქვს რა ქვია დაუოკებელი ჟინი აგერ გუშინ წინ ვიყავით პარლამენტის წევრები ყველანი იცი საზოგადოება 14 ჩვენგანი და დავტოვეთ ხო ყველა ის მნიშვნელოვანი ბერკეტი პრივილეგია რაც მანდატს მოყვება ყველაფერი დავტოვეთ დაფინანსება არ მიგვიღია და დავტოვეთ ხო პარლამენტში არც ერთი წამით არ შევსვლა და არც გვიფიქრია შესვლა ჩვენ ძალიან მტკიცე ვიყავით და გვაქვს და ძალიან თანმიმდევრული იქამდე სანამ ეხლა დავტოვებთ პარლამენტს ხო ხაზარაძეს აქვს უკვე დატოვებული იქამდეც იმის წინამოწვევით პარლამენტის ასევე პრინციპების გამო იგივე პატრი ჯაფარიძეს ბუნებრივია ხო ამიტომ ძალიან თანმიმდევრული და მარტივი არგუმენტია ჩვენი არგუმენტი არის ის რომ რაც დღეს არის პროტესტი ზეწოლა საერთაშორისო სანქციები და ახლა ბადრი ჯაფარიძე ზუსტად დღეს დაბრუნდა ლონდონიდან სადაც გქონდა ძალიან მაღალი კალიბრის შეხვედრები და სადაც რა თქმა უნდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი საუბრის და ლობირების იყო მათ შორის ზეწოლის და წნეხის გაზრდა და შემიძლია გითხრათ რომ ჩვენ ბრიტანელებისგან ვისმენთ რომ ზეწოლა და წნეხი მათ შორის სანქციების კუთხით გაიზრდება ეს არ არის მნიშვნელოვანი მიქცევა რა თქმა უნდა არის ამას წვეთს ვინმე როგორ ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილია სანქციებზე მუშაობაში და საერთაშორისო ზეწოლაში მე პირადად როგორც ლელოს საგარეო მდივანს სხვა კოლეგებს სხვა პარტიებიდან ეს პროცესი გაგრძელდება მეორე რაც არის ხოლმე არის ნორმალიზების და თქვათ საერთაშორისო ლეგიტიმაციის არგუმენტი აი ბევრი გასვლის არგუმენტი შეიძლება ქონდეს მართლა ბევრი პრობლემა თქვათ და კითხვა რაც ისმის მაგრამ ერთი რაც არ არის და აი ამაზე მაქვს ხოლმე გულისწყრობა რაც არ არის იმაზე ნუ ვიდავებ თორე რაც არის მაგაზე ვიდავოთ ხო აი ძალიან მართლა ობიექტურად მინდა რაც არის ვიდავოთ ბევრი და შეიძლება მეგწდები ყველაში მაგალითად ან შეიძლება მე უფრო მეტი პირობითად არ გასვლის არგუმენტი მაქვს ვილაპარაკოთ მაგრამ რაც არ არის იმაზე ნუ ვიხარჯებით ემოციურად ლეგიტიმაცია ვერ მოხდება მარჩევნებით ვერ მოხდება და ამას ვამბობ აი ეთერში სრული პასუხისგებლობით ამაზე არ გეკამათებით აქ რატო მაგრამ მინდა რომ საზოგადოებას ვთქვა მოკლედ რატო პირველი იმიტომ რომ ლეგიტიმაციის კრიზისი მიღებული არის საპარლამენტო არჩევნებზე ხო და არა სხვა რამეზე ხო აქ საუბარია კრიზისის ნორმალიზება თავრობა საპარლამენტო არჩევნების შედეგად არის ზუსტად ნების ნახეთ მე როგორ განმარტავ ხოლმე ხო რაც ხდება რას უსვამთ კითხვას ხო ხანდახან არის ხოლმე კითხვა სასამართლოს ენდობი და რატომ მიდიხარ და არ უნდა აურიოთ ერთმანეთში ლეგიტიმაციის კრიზისი ეხება 2024 წლის 26 ოქტომბრის შედეგად მიღებულ პოლიტიკურ ძალაუფლებას ძალიან მკაფიოდ და მისით არჩეულ მთავრობას როგორც ბატონი დავითი ამბობს ხო კარგი ანუ თქვენ ამას თვითმმართველობის არჩევნები რანაირ შემდგომ ეს გავიარეთ ეს ეტაპი 13 სახელმწიფო 27-დან ამასაც დავამატე რომ ნახევარი ევროპული კავშირის წევრი სახელმწიფოების ლეგიტიმაციის თემა კი არ არის მან არის რომ კრიზისის ნორმალიზება მოხდება ამაზე არის საუბარი. შეიძლება გაამწვავა ამ არჩევნებზე გასვლა. კი ბატონო, მაგრამ ეხლა თქვენ ამბობთ რომ შეიძლება არ გახდეს. დავსვა კითხვა მე რა. კრიზისის ნორმალიზება ეხლა ესე ვერ მოხდება. ანუ ნორმალიზება ეხლა არ ხდება, როცა პანტაპუნტი ცხობივით იტაცებენ ადამიანებს და არა, ეგ არის კრიზისის გაღრმავება არის ეგ ჩემი აზრით, მაგრამ და კრიზისის გაღრმავება რაც მეტი ადამიანს დაიჭერს, მით უფრო გაღრმავდება ეს კრიზისი. უბრალოდ მე რამე დაკითხო. თქვენ ბრძოლაზეც გავს. მე SMS-ს თქვენ თქვით რომ შეიძლება თქვენც არ გახვიდეთ არჩევნებზე და ეს არის დამოკიდებული იმაზე, მოხდება თუ არა რამე შეთანხმება.
და რით ვერ გაარკვიეთ ეს მოხდება თუ არა მაშინ როდის უნდა გაირკვეს ეს ამბავი რამდენი ბოლო 2 კვირა ესპესთვის თუ 3 კვირა რომ აი დავილაპარაკოთ და რით ვერ დაილაპარაკეთ სხვა პარტიებთან კი დღე არ გასულა პრაქტიკულად რომ არ ქონოდა შეხვედრები სხვადასხვა იქნება პოლიტიკური ლიდერი თუ საზოგადოების წარმომადგენელი აქტივისტი ჩვენი პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები ფართო საზოგადოება დაინტერესებული ადამიანები ამომრჩეველი ახლა დაფიქრებული აი ბევრი კატეგორიის ადამიანთა გვაქვს ხო შეხვედრა ხო ამორჩევლებს ამასულა ვიყავი შენ ამორჩელი და ეხლა მაქვს კითხვები აბა რას აკეთებ და რატო აკეთებ ეგეთ ხალხსაც ბევრს ხვდებით და ვეუბნებით ხო ხალხი რომელიც გამოჩნდა და ეხლა ამბობს ხო სწორი არის რასაც თქვენ ამბობთ მაგრამ მოდი გავიაროთ დეტალები როგორ ფიქრობთ იმასთან ერთად ამასთან ერთად ანუ ეს ხო ძალიან კომპლექსური პროცესი არის ხო ძალიან და დაგეთანხმებით ეს ადრე დაწყებულიყო გონებრივი განხილვის დონეზე არასაჯაროდ მე სწორედ ამ წამს მაგ მომენტში შემოგესწრეთ და ვისმენდი ხო მაგრამ მაშინ თქვენ ამბობთ ეს შემოგდებული თემაა აი მაგას ნახეთ ჩვენ რასაც ვამბობთ მე ეხლა მაგას ვამბობ აბსოლუტურად და გეტყვით რატო ჩვენ ამას ვამბობდით რაც მე რა მოგძანა იანვარში თებერვალში მარტში ხო და მაშინ უნდა დაწყებულიყო თუნდაც კულუარებში ამაზე შეთანხმება ამის მზაობა ამას მზაობა ჭირდება რომ დაიწყოს რაღაცა ხო თქვენგან არც კვლევა არის არა მაგრამ ჩვენ ვამბობდით რას დამყოფი საკითხების შემოტანა არ უნდა მოხდეს დროზე ადრე ხა ეს რომ დამყოფი საკითხი იყო ეს ჩანდა მაშინაც და დაყო ამ საკითხვა დაყო კიდევაც ობიექტოდ სალომე ზურაბაშვილის ფორმატი დაყო ნაწილი პარტიების არ შევიდა ამ საკითხის გამო არ დაყო საგარეშო მოკლედ ველოდებით რომ როდი შეთანხმდებით საერთო პოზიციაზე უფრო ადრეც ანუ თქვენ ამბობთ გრიგოლ რო შევაჯამოთ სულ 20 წამი გვაქვს ანუ თქვენ ამბობთ რომ თუ ვერ ჩამოყალიბდით და საერთო კანდიდატი და საერთო გასვლა არ იქნა არჩევნებზე თქვენც არ მიიღებთ არჩევნებში მონაწილეობა სწორია ჩვენ ვამბობთ რომ ჩვენთვის საინტერესო გასვლა იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ყველა ერთად გახდა ახლა თუ დიდი ერთიანი ფრონტი იქნება. ეხლა ყველას ნაწილი როგორ იქნება ეს ამაზე ვერ ანუ 4 პარტიაა ძირითადად. საკმარისად წონადი რეალური შანსი ცვლილებების. ხო, მადლობა დიდი. ჩვენ გვინდა ცვლილება და არა დრო ცოტა დაუტოვე შენს თავს. მადლობა დიდი გრიგოლ გეგელია იყო ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ჩვენი სტუმარი. გემშვიდობებით კვირამდე კვირას 8 საათზე გადაცემით პოლიტ ქალაქი დაგიბრუნდებით.